ნინი ბერიძე შემოგვიერთა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია More ABC-ს ბუღალტრული ჯგუფის მენეჯერი აუთსორსინგის დეპარტამენტი. დილა მშვიდობის, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენი სტუმარი, ჩვენ ბევრჯერ გიმასპინძლეთ, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. თუმცა არიან ადამიანები, ვინც არ იცის თქვენი კომპანიის შესახებ და მოდით დავიწყოთ თავიდან, ვისაუბროთ თქვენი საქმიანობის შესახებ, რა მომსახურებას თავაზობთ მომხმარებლებს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და რომ ხართ ჩვენი კომპანიით დაინტერესებული პირველ რიგში. ჩვენ წარმოვადგენთ საერთაშორისო აუდიტორული ქსელის More Global-ის წევრ კომპანიას. და ჩვენი მომსახურებები ძირითადად არის აუდიტორული, აუთსორსინგული, თქვათ საშემფასებლო და ზოგადად ფინანსებთან დაკავშირებული მომსახურებები და ჩვენი თქვათ მიზანი არის რომ ამ ხრივ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს და ეს გლობალური ქსელის თქვათ წევრობა გამართოთ ამ კუთხით. მშვენიერი ამბავია. ვიდრე გადავიდოდეთ იმ კომპანიებზე, ვისაც მომსახურებას თავაზობთ, საინტერესო არის, რას თავაზობს თვითონ თანამშრომლებს ეს კომპანია, იმიტომ რომ როცა ვსაუბრობთ რაღაც საერთაშორისო ქსელის ნაწილი არის, შესაბამისად ეს არის ალბათ თანამშრომლებისთვისაც მნიშვნელოვანი და შესაძლებლობების რაღაც ახალი არეალია, ხო, აი საინტერესოა ეს. ზუსტად ეს ძალიან კარგი აღსანიშნავი საკითხია, ვინაიდან როდესაც ხარ მორის გუნდის წევრი, თავისთავად გულისხმობს, რომ ხარ საერთაშორისო გუნდის წევრი. რადგან აი ჩვენი ქსელი რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ გამოირჩევა ამ კუთხის ამ სფეროს კომპანიებისგან იმით, რომ ძალიან აქტიური და შეკრული გუნდი არის. ანუ შენ როდესაც ხარ თქვათ საქართველოში და საქართველოს გუნდის წევრი, თავისუფლად შეგიძლია პლატფორმების საშუალებით დაუკავშირდე შენ კოლეგებს, თქვათ მიიღო რჩევები, გაცვალო სხვადასხვა გამოცდილებები, პრაქტიკები და ამის გარდა თვითონ ეს More Global-ი გვთავაზობს ძალიან ბევრ ტრენინგებს და კონფერენციებს. თუნდაც ბოლოს იყო ესეთი კონფერენცია, თქვათ საერთაშორისო დაბეჭდვასთან დაკავშირებით და გვიზიარებდნენ თქვათ ევროპის ქვეყნები, ამერიკის, სამხრეთ აფრიკის, თქვათ მათთან როგორი მიდგომებია ამ კუთხით და ეს ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან თქვათ ჩვენ რო გვყავს კლიენტები და თქვათ სურთ გავიდნენ თქვათ სხვადასხვებს გარეთ, შეიძლება შევთავაზოთ თქვათ რომელი ქვეყანაში ჯობია, რომელი უფრო ახლოსაა ჩვენს კანონმდებლობასთან და ასე შემდეგ. კი. და იქაური რაღაცა გამოცდილებაც გავუზიაროთ. გამოცდილებაც და თქვათ დავაკავშიროთ ჩვენ უცხოელ კოლეგებთან და ასე შემდეგ. და ეს იმხელა შესაძლებლობაა და თქვათ ეს გახსნილობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აი ყველა გძნობს ამას ჩვენი თითოეული თანამშრომელი ასე. ძალიან კარგი. ნინი, საინტერესოა თქვენ გაქვთ ახალი მომსახურება, ასე ვთქვათ, ფინანსური მენეჯერი, როგორც კერძო ფიზიკური პირებისთვის, ასევე იურიდიული პირებისთვის. აი ამ მომსახურების შესახებ რო გითხრათ უფრო მეტი. კი ბატონო. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო თვითონ ფინანსური მენეჯერის როლი კომპანიაში. ეს არის ადამიანი, ვთქვათ, ვისაც დამოკიდებული არის, ვთქვათ, ხელმძღვანელების გადაწყვეტილებები, მომავალი ფინანსური გადაწყვეტილებები. და შესაბამისად, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვთქვათ, კომპანიაში გყავდეს ფინანსური მენეჯერი. რაც შეეხება ჩვენ სერვისებს, ჩვენ თავაზობთ კომპანიებს, ეს იქნება ყოველკვარტალური თუ ყოველთვიური ეს ფინანსური უწყისების მომზადება და ანალიზი კოეფიციენტების საფუძველზე. აი რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? თქვათ ხარ კომპანია და გაინტერესებს შენს თქვათ კონკურენტებთან მიმართებით, ზოგადად როგორი ტრენდები არის, რა სად ხარ და რა მიმართულებით გინდა განვითარება, როგორ დაგეგმო შენი ბიზნესი, ფინანსები, როგორ გადაანაწილო. აი ამ ყველაფერში გეხმარება ფინანსური მენეჯერი და შესაბამისად ჩვენც ამ კუთხით თქვა აქტიურად მუშაობთ. საინტერესოა. სოთაშორის ბოლო პერიოდმა, რაც შეეხება იმ პანდემიურ პერიოდს, ზოგადად შეცვალა სამუშაოს ტიპი და ჩვენ ახლა ფინანსურ მენეჯერზე ვსაუბრობდით. ბევრი ადამიანი სხვადასხვა პროფესიის დისტანციურად მუშაობს. აი საჭირო რამდენად შესაძლებელია ფინანსური მენეჯერი იყოს დისტანციური თუ საჭიროა რომ იქ მივიდეს სამსახურში აუცილებლად? კი ბატონო,
აი ეს თქვა პანდემიამ ეს ძალიან დაგვანახა რომ თქვა ძალიან ბევრი პროფესია შეიძლება დისტანციურად მაღალი ხარისხით განხორციელდეს და ვფიქრობ რომ ერთ-ერთი ეს არის ფინანსური მენეჯერის მომსახურებაც და აქ აღსანიშნავია ისიც რომ თქვა პატარა კომპანიები რომელიც ძალიან დიდ თქვა პროცენტს წარმოადგენს ჩვენს ბაზარზე ნახავთ რომ არ ყავთ ფინანსური მენეჯერები თქვა ამის პრობლემა ერთ-ერთი ის არის რომ ყავდეს full time დასაქმებული კადრი საკმაოდ ძვირი გიჩდება შესაბამისად თქვა კომპანიებს ყავთ ბუღალტრები და უფრო ანუ ამ მომსახურებას უფრო ნაკლებად იღებენ აი შესაბამისად უკვე ჩვენ აქ ჩავერთვეთ და თქვა გავაანალიზეთ რომ ეს მოთხოვნა არის, თუმცა თქვათ მამის შესაძლებლობა უნდა გქონდეთ. შესაბამისად, ამის ავტომატიზირებას ვაკეთებთ, ანუ ისეთი მიდგომები გვაქვს ამ კუთხით, რომ ანუ თქვათ თავიდან უფრო მეტი დრო იხარჯებოდეს კომპანიის ანალიზზე, თქვათ მათზე მორგებულად, იმიტომ რომ ეს ინდივიდუალურია თითოეული კომპანიისთვის, თქვათ რაზე უნდა კონცენტრირება. და შესაბამისად ეს უკვე რო სისტემატიზებურად დაიწყობა, შემდგომში უკვე ნაკლები დანახარჯი აქვს და თქვათ ეს სრულ განაკვეთზე, რასაც გადაუხდი და ყოველთვიურად უკვე აღარ არის ამის საჭიროება. ხო, იქ ასე ტყუილად ჯდომან პირველი ეტაპი გასაგებია, როდესაც შეფასება ხდება სტრატეგიის რაღაცა დაგეგმვა ხდება და მე უკვე გეგმის შესრულებას არ ჭირდება იქ full time job-ი მოკლედ ასე. კი ბატონო, ეს არის ზუსტად და უკვე ამაზე ნუ ესეც არის დამოკიდებული კომპანიის სურვილზე და მის ფინანსურ რესურსებზე. შეიძლება უნდა რომ ყველას უყურებდეს იქ. ნინი, ასე საინტერესოა რომ ახალი რეგულაცია თუ კანონი გვაქვს და 1 ოქტომბრიდან ყველა კომპანიას ევალება რომ წარადგინოს ფინანსური ანგარიშგება. აი თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ყველაფერს რა დადებითი შემცველი შეიძლება იყოს ეს კანონი? კი ბატონო. პირველ რიგში აღსანიშნავია რომ თქვა ამ კანონის ინიციატორი იყო აუდიტ თქვა წაღრიცხვის აუდიტის და ანგარიშგების ზედამხედველობის სამსახური და მათი მიზანიც იყო რომ გამჭვირვალობა თქვა ყოფილიყო პრიორიტეტული. ხომ და ამისთვის შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც ამ ინფორმაციას აანალიზებენ, თქვა იქ ტრენდებს, ტენდენციებს აქვეყნებენ და შესაბამისად შენი ბიზნესი რომ გაქვს, შეგიძლია შენ სფეროში თქვა შეადარო შენ კონკურენტებთან მიმართებაში როგორ მდგომარეობა გაქვს თქვა. და ამ კუთხით აი მეოთხე კატეგორიის საწარმოები რო აღვნიშნოთ, ეხლა არის მაგათთვის აუცილებელი, რადგან ადრე უფრო დიდი ზომის კომპანიებისთვის ისედაც სავალდებულო იყო. მცირე ზომის კომპანიებისთვის ეს ანგარიშგება არ არის გასაჯაროებული. ანუ ეს ნებისმიერ ადამიანს არ შეუძლია ნახვა, თუმცა ამისთვისაც არსებობს გარკვეული ჯგუფები რომელიც აკეთებს ამის ანალიზს, თუმცა კონფიდენციალურობის დაცვით, რა თქმა უნდა. და უკვე ამ ანალიზის საფუძველზე ვთქვათ, ბანკებსაც შეუძლიათ კონდეთ ცდომა. აი ძალიან პრობლემა იყო მცირე კომპანიებს, ვთქვათ, ვისაც არ ქონდა ეს მოწესრიგებული და უნდოდა სესხის აღება, აი ბანკებს უწევდათ ამ ყველაფრის გაკეთება და ვთქვათ, გაანალიზება და იქ დამუშავება და შესაბამისად ძალიან დიდი რესურსი იხარჯებოდა. და უკვე ბანკებიც ამის გამო თქვათ უფრო მაღალ პროცენტში გაძლევდნესას, იმიტომ რომ დრო დახარჯეს ხო ელემენტარულად. და ეს ძალიან დიდ თქვათ პლუს გაძლევს, რომ უშუალოდ ბანკებსაც შეგიძლია რომ ბანკს ჩაურთო წვდომა და შენ ანგარიშგებაზე თქვათ ინფორმაცია მიიღოს. აი მეორე ფაქტი, რასაც აღვნიშნავ, ეს არის რომ ანუ ეს არის კანონი უკვე. შესაბამისად, ყველა არის ვალდებული რომ ეს კანონი შეასრულოს და აი ესეთი კომპანიები, ვინც იყვნენ, თქვათ, მცირე კომპანიები, რომ ორიენტირებული, რომ საგადასახადო კუთხით, თქვათ, ჩაებარებინათ დეკლარაციები და მორჩა, უკვე აი აღრიცხვიანობის მოწესრიგებაც გავხდათ საჭირო და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ თქვათ, ბიზნესის განვითარებისთვის ეს არის ერთი პირველი გადადგმული ნაბიჯი, რომ ეს იყოს მოწესრიგებული ქვეყანაში, რომ თქვათ, ამ საერთაშორისო სტანდარტებზე იქ ინვესტორების მოზიდვაზე უკვე აი ქვეყანას უნდა დავეხმაროთ ასე ვთქვათ და რაღაც გავიჭიროთ თქვათ ის დავნერგოთ ის თქვათ აღრიცხვიანობა და ასე შემდეგ რომ უკვე ეს განვითარების ერთ ეტაპზე თქვათ რაღაც სტანდარტში ჩავჯდეთ კი ბატონო ხო мотиваცია მან თავარი არის რა იყო მაგისი დემოტივატორი აქამდე რატო არ ხდებოდა კანონის თქვენ თქვით რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იგივე ფინანსური
ინსტიტუტებთან ურთიერთობაში, ინვესტორებთან ურთიერთობაში, ნუ ალბათ საუბარი მაინც არის წვრილ ბიზნესებზე, რომლებიც არ აკეთებდნენ თორე დიდი ბიზნესები ალბათ მაგას აკეთებენ ჩაულებრივ. კი, და ეს ბიზნესები აი ეგ არის, რომ ძალიან ბევრია, ანუ დიდი წილი მოდის, თქვა საქართველოს ეკონომიკის ესეთი ბიზნესების და შესაბამისად უკვე მოთხოვნაც გაიზარდა, ჩვენთან ძალიან ბევრი, თქვა, კომპანია მოდის, რომ აი უნდა ბუღალტერის აღდგენა, თქვა, 3 წლის და არ აქვს ინფორმაცია, უბრალოდ, თქვა, აქვს დეკლარაციები გაგზავნილი და აი შესაბამისად ამ კუთხით ძალიან კარგი ის არის. წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს კანონი. ეს კანონი. კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო თქვენი სტუმრობა. არაფერი რამე ხო არ დაგვჭა ესეთი. კი, ხო, რაც მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ვთქვათ გვესმის, რომ ვთქვათ ეს ბუღალტრებისთვის ზედმეტი შრომა არის და ვთქვათ ახალია და ამიტომ ჩვენ გვაქვს ვებინარი, რომელიც გაიმართება ხვალ საღამოს 7 საათზე და ჩვენ კოლეგებს დავეხმარებით ვთქვათ ამ ფორმების შევსებაში, რა უნდა გაითვალისწინოთ და ვთქვათ არ დაჯარიმდნენ და ჩვენს Facebook გვერდზე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და Zoom-ის საშუალებით უკვე დაესწრონ ამ ვებინარს. ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი. ნებისმიერი საქართველოს თუ ვთქვათ უცხოეთში საინტერესოა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი წერტილიდან საღამოს. საინტერესოა, ესე იგი კანონთან შესაბამისობაში რომ მოიყვანონ თავისი ანგარიშგება. კი ბატონო, და ვთქვათ ჩვენს სოდნას გამოცდილებას გავუზიარებთ, კითხვებს უპასუხებთ და ვთქვათ ვეცდებით რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ. შვენიერი ამბავია, ესე იგი მორეიბისის Facebook გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ ამისთვის. კი ბატონო. კი მიმართავ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, ვინც ხარ დაინტერესებული ამ თემით, ამ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომ დარეგისტრირდით მორეიბისის Facebook გვერდზე და მიიღეთ მონაწილეობა ვებინარში, სადაც გაიგებთ ამ ახალი კანონის ცვლილებებიდან გამომდინარე, როგორ უნდა აწარმოოთ ეს გამჭვირვალე და ანგარიშგება. დიდი მადლობა ნინი ბერიძე იყო ჩვენთან ერთად სტუმრად და თან ჩვენთან ერთად საერთაშორისო აუდიტორული კომპანია მორეიბისის ბუღალტრული ჯგუფის მენეჯერი აუთსორსინგის დეპარტამენტში.